ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილას თამარაშვილის 13 ნომერში, სადაც მიმდინარეობდა სპორტული გამაჯანსაღებელი ობიექტის და კომპლექსის მშენებლობა და სადაც სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით 1 საათის წინ მეორე სართული და ეს კონსტრუქცია, რასაც ახლა მაყურებელი პირდაპირ ეთერში ხედავს, სრულად ჩამოიშალა. სავარაუდოდ აქ უკვე დაწყებულიყო მეორე სართულის მშენებლობა. ამისთვის იყო ადგილზე კონსტრუქცია მომზადებული იმისთვის, რომ აქ ბეტონით დაესხათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სავარაუდოდ ამ კონსტრუქციამ ვერ გაუძლო ბეტონის საფარს და ხედავს ახლა მაყურებელიც, რომ ეს ტერიტორია არის სრულად ჩამოშლილი. ახლა ამ წუთებშიც აქ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, თავდაპირველად იმისთვის, რომ ეს რკინის კონსტრუქცია იქნას აღდგენილი და ამის შემდგომ უკვე გააგრძელონ აქტიური სამუშაოები. როგორც კომპანიის წარმომადგენლები თავად ამბობენ, გარკვეული ბიძგები იყო ადგილზე და ამის გამო მოხდა, როგორც ისინი ამბობენ, ადგილზე ეს კონსტრუქციის ჩამოშლა, თუმცა ისინი ამბობენ და აცხადებენ, რომ ეს საგანგაშო ფაქტი არ არის, არადა როგორც ჩვენც დავუსვით მათ კითხვები და როგორც მაყურებელიც ახლა კადრში ხედავთ, აქ ადგილზე აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები და ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, რომ ეს მუშები, რომლებიც ახლაც იმყოფებიან ადგილზე, დაშავებულიყვნენ, რადგან იმ წუთასაც, როდესაც ეს კონსტრუქცია ჩამოიშალა და ეს დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, მაშინაც იმყოფებოდნენ ადგილზე მუშები და აწარმოებდნენ სამუშაოებს. აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ ტერიტორია, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს, შპს კორტებს ეკუთვნის და შპს კორტების მფლობელი არის რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, ეს არის მამუკა მერკვილაძე და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და როგორც თავდაპირველმა გაარკვია, მამუკა მერკვილაძეა მფლობელი და ის აღსანიშნავია, რომ მაშინ დაინიშნა ამ პოსტზე, როდესაც კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი. აი ეს დოკუმენტი, ეს შპს კორტებიც არის შესაბამისად აქ ადგილზე მითითებული და შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ სწორედ შპს კორტებია ამ ტერიტორიის მფლობელი. ახლა საინტერესოა სწორედ შპს კორტებზე მიმდინარე მშენებლობაზე იყო თუ არა შესაბამისი ნორმები და სამშენებლო წესები მაქსიმალურად დაცული, რადგან ჩვენ ცოტა ხნის წინ მაგალითად ერთ-ერთ ადგილობრივს ვესაუბრეთ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, გვერდით არსებულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქე ყვება იმას, რომ ამ სამშენებლო ობიექტზე ბეტონის დასხლა მაშინ განხორციელდა, როდესაც ძლიერი წვიმა იყო და ის არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა სწორედ ამიტომ ბეტონი ვერ გაშრა შესაბამისად და სწორედ ამან გამოიწვია ადგილზე ნგრევა. თუმცა როგორც ცნობილია ჩვენთვის, დაშავებული ამ წუთებში ადგილზე არავინ არ არის და ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, კონსტრუქციის აღდგენითი სამუშაოები, თუმცა როგორც გითხარით, რადგან აქტიური პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ჩამონგრევის დროსაც იყო, არსებობდა საფრთხე იმის, რომ ეს მუშები დაშავებულიყვნენ. ბეტონი დაასხეს, მაგარი წვიმა რო იყო, ცოტა 1 საათით ადრე. ვერ გადაგვეუძლო სავარაუდოდ, წყალმა დაშალა ეს ბეტონი და დაამძიმა ის და всё ჩამოინგრა და მე ახლა გამაგებიეს გზაში დამირეკეს, რომ ჩამოინგრაო. მე აგერ გოგირდის წყლებში მუშაობ, გასავარი არის, არავინ არ დაშავებულა, ყველანი ჯანმრთელად არიან, ყველანი გადარჩნენ. ერთადერთი რაც იყო, შემთხვევა ბეტონის მიღების დროს, როგორც ვიცი, სამშენებლო პომპას რაღაცა შეეხოთ გარს, თუ რაღაც ესეთი შემთხვევა მოხდა, პირველად რაც მოვიკვლიეთ და რაც ვიცით. და ამ დროს ვიბრაცია გამოიწვია და ერთი მეორეს მიყვა. რა ეს სამშენებლო პროცესი არის ისე რომ მიყვება ყველაფერი სინქრონში კეთდება, ყველაფერს თავის დატვირთვა აქვს. უბრალოდ ერთი რომ გამოეცალა და რაღაცა ისე მოხდა, მე რაღაც ნაწილი ჩამოიშალა. შესაძლოა რომ მაგალითად ეგეთი ვიბრაცია კიდე განიცადოს და სხვა ნაწილი ჩამოიშალა. უბრალოდ ეს არ ხდება, არ გადაიცის ეგეთი ვიბრაცია, არადაირად. შპს თიზი ჯგუფი აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს. ეს კორტებიც ხო, ესე არის მითითებული ამასთან დაკავშირებით? მე არ ვიცი, მე თიზი ჯგუფის წარმომადგენელი ვარ. დიახ, მოკლედ ახლა ასეთია ადგილზე ვითარება, როგორც ხედავთ, ახლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქტიური სამუშაო და აღდგენითი სამუშაოები ადგილზე. თქვენ ისმენთ პირდაპირ ეთერში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის პოზიციას, ის ამბობდა და საუბრობდა ვიბრაციებზე, რომელიც განიცადა ადგილზე შენობამ და ამის შემდგომ იქნა ეს ნგრევა, ამის შემდგომ განხორციელდა და ახლა თქვენ ხედავთ ასევე იმ ჯებირებსაც, რომელიც არის ადგილზე წარმოებული და სავსებით შესაძლებელია მსგავსი ვიბრაცია კიდევ იქნას განცდილი. თუ მოკლედ ამ მონაცემ და ამ ინფორმაციას დავეყრდნობით, შესაძლოა ეს ვიბრაცია ისევ განიცადოს და ახლა საინტერესოა, რამდენად მიმდინარეობს აქ მაქსიმალური ნორმების დაცვით და წესების დაცვით სამშენებლო სამუშაოები მამუკა მერკვილაძის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც როგორც გითხარით არის რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და რომელიც ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა და გაამწესეს, რაც ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა და ახლა მოკლედ ესეთია ადგილზე ვითარება.
დაშავებული ამ დროისთვის არავინ არ არის და აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.